მიკროფონი და დინამიკები ისინი არ აგვაქვს. წამოდით აქ. კარგად, როგორ ახლა? გამიხარდა რომ აი სარო მოგა შენ ესე გა ჯერა რომ საჯარო მოხელე რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება ის არის თითოეული ჩვენგანის თითოეული ადამიანის მიერ გადახდილი გადასახადებით დაქირავებული ის ანგარიშვალდებულია თითოეულ მოქალაქესთან და ამომრჩეველთან ჩემი გუნდი მინდა წარმოგიდგინოთ სამწუხაროდ ჟანა დიდებაშვილი არ არის აქ და ჟანა დიდებაშვილი დავიწყებ ჟანა დიდებაშვილი უმრავლესობა მიცის და ეს არის ჟურნალისტი რომელიც თურქეთის იმედის ბიუროს ხელმძღვანელია სამსახურს ატოვებს და მოდის თელავში იმიტომ რომ სწორედაც თელავის და თელაველების წინაშე იყოს ანგარიშვალდებული და ემსახუროს იმ ქალაქს რომელ ქალაქში თვითონ ცხოვრობს თქვენთან ჩამოვალ და ერთად დავსახოთ პრობლემები ეს ორმოული შეკეთება გავაკეთოთ წყალს მივხედოთ შეგადავყავთ სახურავი ვაკეთოთ ჩვენ არც ერთ გადაწყვეტილებას თქვენ გარეშე არ მივიღებთ აი ეს მინდა გითხრათ და ამაში დარწმუნებული იყავით რომ ეს მარტო სიტყვები არ იქნება და აი ესეთი პრინციპით ვაპირებთ მუშაობას. რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას პირველ რიგში დადებითი ფაქტია ის რომ თელავი ხდება თვითმართველი ქალაქი თელავს ეყოლება როგორც თავისი არჩეული მერი ისევე ეყოლება თავისი არჩეული საკრებულო ანუ თელაველები გადაუწყვეთ თელავის ბედს პირველ რიგში რაც ყველაზე სასიხარულოა ამ არჩევნებზე უნდა დავამთავროთ თელავის საკრებულოში ის ბუტაფორიები მაპატიეთ ამ გამონათქვამზე მაგრამ სხვას არ იმსახურებენ ზოგიერთი წევრები რომლებიც არიან რომელიც 4 წლის წინ ჩვენ ავირჩიეთ და არც ერთ მათგანს არ ამოუღიახმა გარდა თავისი კეთილდღეობისა და კეთილმოწყობისა ერთპარტიული სისტემა უნდა დავამთავროთ საკრებულოში და ჩემი დიდი თხოვნა იქნება როდესაც მიყვართ საარჩევნო ურნასთან კარგად დაფიქრდეთ იმიტომ რომ წლების წინ გნებავთ 2006 წლის მოწვევის საკრებულო გნებავთ 2010 წლის მოწვევის საკრებულო არაფერი არ გააკეთა გარდა იმისა რომ მისმა თავმჯდომარემ იყიდა 28000 ლარიანი მანქანა იმ ფონზე როდესაც მოსახლეობას გაუუქმეს შეშის ერთჯერადი დახმარება იმ ფონზე როდესაც გაჭირვებული მიდის და მედიკამენტების რაღაც 50 ლარს არ აძლევენ აი ამ დროს ამორალურია გნებავთ გამგებელი გნებავთ საკრებულოს თავმჯდომარე იწესებდეს ამ ხელა პრივილეგიებს მიუხედავად იმისა რომ მათ აქვს საკმაოდ მაღალი ხელფასი საკუთარი ხელფასი ტელეფონის ყიდვაც კი არ იკადრეს ისიც ხალხის ხარჯზე და ბიუჯეტის ხარჯზე და მე როგორც საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი აი აქ პირდებით იწერება ეს ვიდეოზე და შეგიძლიათ მომავალში შემახსენოთ არამც თუ ახალ მანქანას ვიყიდი და ავტოპარკის და რაღაცა პირადი კეთილდღეობის განახლებაზე ვიზრუნებ არამედ იმ ავტოპარკს რაც იქ არის და საერთოდ არაფერში არ ჭირდება აი ისიც უნდა გაიყიდოს და თელავს და თელაველების კეთილდღეობას მოხმარდეს და აი სწორედ ეს გუნდია ბატონი გიორგის სახით მერობის კანდიდატის სახით თქვენი მაჟორიტარი ბატონი კახას სახით დანარჩენი მეგობრების სახით რომლებაც გადამაწყვეტინეს რომ გადამედგა ეს ნაბიჯი მე აბსოლუტურად ჩემს პროფესიას არაფერს არ ვტოვებ არ მინდა მე პოლიტიკოსად გადავიქცე მაგრამ მე მინდა რომ ჩემს უბანში კონკრეტულად ჩემს ქალაქში გაკეთდეს ის რაც ჩემს ოჯახს ტკივა აი წყალი რო არ არის არა მე მინდა ჩემს ოჯახში რო წყალი არ არის გაკეთდეს ისე რომ ყველას კონდეს მარტო მე კი არა ბატონმა შოთამ თქვა ანგარიშვალდებულები ვართ თელავთან და თელაველებთან ეს მართლაც ასეა როდესაც დავიწყეთ ჩვენ შერჩევა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მოვერიდეთ პარტიული ნიშნით შერჩევას იმიტომ რომ პარტიული ნიშნით როდესაც არჩევდნენ საქართველოში ნახეთ ამას ადამდე მიგვიყვარა არც ერთი მაჟორიტარი გამოკლებით ჩემი არ არის არც ერთი პარტიის წევრი არც ბატონი შოთა არც ალიკა თელიერაშვილი არც გახა გემაზაშვილი და არც ქალბატონი ჟანა დიდებაშვილი ისინი არ არიან რომელიღაც კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან ანგარიშვალდებული ისინი არიან თქვენთან და თელავთან და თელაველებთან რას ელოდებით დღევანდელი შეხვედრიდან რატომ მოვედი და ხმა მივცე ჩვენი უბნის რჩეულ ბიჭებს პირველ რიგში ერთის და მეორის გამოირჩევა წესიერებით პრინციპულობით
განათლებით, კულტურით, ოჯახიშვილობით, კიდე რა შეიძლება სიმამაცით. გოგა მაგალითად, დედამისის ცრემლები მახსოვს აფხაზეთში რო წავიდა ომში და მართლა. არ ვამბობ ამას იმას ჰაერზე მოტანილ სიტყვას. და უკეთესობას ვიმედები რომ ჩვენი ხალხი იყოს რომელსაც ჩემთვის და თქვენთვის და ჩვენი თელავის გული შესწია და თელავი ისაც უყვარდა თელაველი ხალხი ისაც და ვიცი პარიზში თელავი რაც ეკუთვნის ყველა ჩემი სამადობით ყველას